Globალური ეკონომიკა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ადამიანური კაპიტალის განვითარება 2026 წელს მსოფლიო დღის წესრიგის მთავარ თემებად ჩამოყალიბდა. სწორედ ამ საკითხებზე იყო კონცენტრირებული ყურადღება დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 18-23 იანვარს შვეიცარიაში დავოსში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში განიხილებოდა გეოპოლიტიკური ცვლილებები, ზრდის ახალი მოდელები და ხელოვნური ინტელექტის გავლენა ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. რა ძირითადი გზავნილებით დასრულდა ფორუმი და რა ტენდენციები გამოიკვეთა გლობალურ დონეზე. Am თემებზე საუბარს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ ნინო ენუქიძესთან გავაგრძელებთ, რომელიც ფორუმში მონაწილეობდა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებაზე მომუშავე მედიისთვის ძალიან საინტერესოა ყოველთვის რა გზავნილები არის დავოსის ფორუმიდან. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავოსის ფორუმზე თავს იყრის პრაქტიკულად მთელი მსოფლიო და ყველაზე ცნობილი და წარმატებული ადამიანები, მათ შორის ბიზნეს სექტორიდან, არ მთლიანობაში ძალიან ერთგვარად გამოკვეთება ხოლმე თუ რა ტენდენცია შეიძლება იყოს წლის განმავლობაში. თქვენთვის რა იყო წლევანდელი დავოსის ფორუმზე მთავარი, რასაც ფიქრობთ, რომ 2026 წელს ექნება გაგრძელება? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ის რომ ინკლუზიური განათლება და ტექნოლოგიებთან ინკლუზიური წვდომა არის პრინციპში ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ხაზი იმისთვის, რომ მსოფლიოს ეკონომიკა განვითარდეს და ცალკეულმა ქვეყნებმა გაუმჯობესონ თავისი ეკონომიკური პარამეტრები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვინაიდან მე წარმოვადგენ საგანმანათლებლო სფეროს და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უნივერსიტეტში მიმართულებით, რომ გავაძლიეროთ ციფრული წიგნიერების დონე, როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში, აგრეთვე მაქსიმალურად უზრუნველყოთ ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობა. სწორედ ამ თემებზე ძალიან აქტიურად იყო საუბარი, კონკრეტულად და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით AI წიგნიერებაზე, ასე ვთქვათ, რომლის გარეშეც არათუ რომელიმე სექტორი ვერ განვითარდება, ქვეყნების ეკონომიკური პარამეტრები უბრალოდ ვერ გაუმჯობესდება, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ეს ესეთ მნიშვნელოვანი დღის წესრიგად დავოსის ფორუმმა დააყენა. როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ დაუშვათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის გადმოსახედიდან საქართველოს სად არის ამ ნაწილში, რასაც AI ტექნოლოგიების მიმართულება ქვია და რამდენად ბევრი გვაქვს სასწავლი, ან ძალიან ჩამორჩენილები ვართ თუ პირიქით დავუშვათ ისეთ რეჟიმში ვართ, როდესაც ჩვენ უკვე მეტნაკლებად ვნერგავთ ამ მიმართულებას. ამას სწორედ იმიტომაც გეკითხებით, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებით. ძალიან ჩამორჩენილები ნამდვილად არ ვართ. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ 50-ზე მეტ საერთაშორისო უმსხვილეს მაღალ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მქონდა შეხვედრა, მქონდა საუბარი იმ პროექტების შესახებ, რომელიც საქართველოში ხორციელდება აღნიშნული მიმართულებით, BTUs ინიციატივების შესახებ და არა თუ ჩამორჩენილი, არამედ მოწინავე იყო რიგ შემთხვევაში ეს პროექტები, რომელიც გამოითქვა სურვილი, რომ სხვადასხვა ქვეყანაშიც განხორციელდეს. განსაკუთრებით საქმე ეხება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს, პროექტებს. ამ წუთას არ მაქვს უფლება დავაანონსო ჩვენი თანამშრომლობა იმ მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, ვისთანაც ეს პარტნიორობა უკვე შედგა პრინციპში, მაგრამ უმოკლეს დროში გაგაცნობთ ისეთ პროექტებს, რომელიც სტარტს აიღებს საქართველოდან, ან უკვე განხორციელებულა საქართველოში და რომლის საერთაშორისო გატანის სურვილი თავად ამ ორგანიზაციებმა გამოთქვეს. რაც შეეხება ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსჯელობას, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ AI სწორედ იყო მთავარი დღის წესრიგის მთავარი სასაუბრო თემა. ნებისმიერი სექტორისთვის ძალიან საინტერესო და ყველაზე დიდი შესაძლებლობების თუ გამოწვევების წინაშე მყოფი თემა და შესაბამისად დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესონ ქვეყნებმა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ცალკეულ სექტორებში, როგორ უნდა გაზარდონ, გაუმჯობესონ უნარები იმ ადამიანებისა, რომლებმაც შემდეგ AI პროდუქტები უნდა შექმნან და დანერგონ ცალკეულ სექტორში, აი ამაზე იყო საუბარი ძალიან. თავად სახელმწიფოთა ლიდერები, გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები, როგორ უყურებენ თვითონ AI-ის მიმართულებას? ხო, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ბუნებრივია ეს აბსოლუტურად ისეთი ახალი რეალობა და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურობენ და ძალიან ბევრი პროგრამა და პროექტი იქნება. თვითონ სახელმწიფოები ხომ არ უფრთხიან მაინც ამ ნაწილს და თვითონ ბიზნეს სექტორი აი ამ მიმართულებას, რასაც AI მიმართულება და ხელოვნური ინტელექტის განვითარება ქვია, როგორ აღიქვავენ? რა ჩანდა დავოსში?
ის სახელმწიფო ლიდერები, რომლებიც ხაზგასმით საუბრობდნენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დანერგვაზე, მათი მოსაზრება ორ ნაწილად იყოფოდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე უფრთხის ამას, უბრალოდ არის ქვეყნები, სადაც ინფრასტრუქტურა არის ძლიერი, ინფრასტრუქტურა იმგვარი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესის, არამედ სხვა ქვეყნების მხარდაჭერა საკუთარი დატა ცენტრებით თუ სხვა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით. მეორეს მხრივ არის უფრო პატარა ზომის ქვეყნები, რომელსაც დამოუკიდებლად ასეთი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურები არ გააჩნია, მაგრამ ასეთი ქვეყნები ცალსახად ეძებდნენ პარტნიორობას, თანამშრომლობას იმ შესაძლებლობებს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში AI პოტენციალს გაზრდის. რა თქმა უნდა, ძალიან ხაზგასმული იყო უსაფრთხოების საკითხები, რომელიც AI-ის განვითარებას თან ახლავს. ეს არის ძალიან ბევრ გამოწვევებთან დაკავშირებული, როგორც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც არის ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენების საკითხები და ასე შემდეგ. ამ კონტექსტშიც BTU იყო ძალიან ადეკვატური, ვიტყოდი, ვინაიდან თუნდაც ის პროგრამები და პროექტები, რომელსაც ჩვენ არაერთი წელი უკვე ვახორციელებთ, სწორედ პასუხობს AI-ის ეთიკურად გამოყენების პრინციპებს. ჩვენი მიზანი არის, რომ ვასწავლოთ ფართო საზოგადოებას, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, არა თუ მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებს, არამედ თქვა მცირე და საშუალო ბიზნეს, სხვადასხვა სექტორებთან მუშაობთ იმისთვის, რომ ეთიკურად და უსაფრთხოდ როგორ გამოიყენონ AI ამის გარშემო ცოდნა ავამაღლოთ. შესაბამისად, მე პირადად თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი ჩამოვედი დაბრუნდი საქართველოში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ის ინიციატივები, რასაც საქართველოში ვახორციელებთ, არის დროული და არის ძალიან საჭირო, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო დონეზე. ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ახლა თქვენ შეეხეთ საუბრის დასაწყისში, იყო ქალების ტექნოლოგიებში კიდევ უფრო ჩართვა და ამაზეც იყო დაუში საუბარი. როგორ გესახებათ იმ ადამიანს, რომელიც ამ ტიპის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდა, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ ევროპის მასშტაბით, ბევრ არაერთ ასეთ ღონისძიებაში მიგიღეთ მონაწილეობა, სადაც ქალებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობებზე იყო მსჯელობა. როგორ გესახებათ, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე საქართველოსდან იყოს ამ პროცესში ჩართული, განსაკუთრებით ქალები და არსებული ტენდენციები რა ეტაპზე ჩვენ ვართ ამ მიმართულებით, რამდენად გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ამ ნაწილში შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები თუ არა, არ ვიყოთ ჩამორჩენილები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. არაერთხელ გვითქვამს, რომ ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერება ეს არ არის მხოლოდ სოციალური დღის წესრიგი, ეს არის ზრდის და განვითარების სტრატეგია ქვეყნისთვის. არ არსებობს არც ერთი სექტორი ეკონომიკაში, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს და მიაღწიოს უმაღლეს პარამეტრებს იმის ფონზე, რომ ქალები ამ სფეროში ჩართულები არ იყვნენ. საუბარი არის სამუშაო ძალის ნახევარზე დაახლოებით და თუ ეს შრომის ბაზას არ შეუერთდება და არ შეუერთდება ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს მსოფლიოში, რაც არის ტექნოლოგიები, გამორიცხული არის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ეკონომიკაც ვერ განვითარდება და ვერც ერთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება. ერთი მინდა დავამატო, მე დავოსის ფორუმში მონაწილეობდი არა სტუმრის რანგში, არამედ სპიკერის რანგში და მონაწილეობა მივიღე ორი სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებზე, ორივე ეხებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ერთი ეს იყო გეიტსის ფონდის მიერ ორგანიზებული სესია, რომელიც ჯანდაცვის ტექნოლოგიები და ამ სფეროში, ამ ტექნოლოგიების შექმნაში ქალთა მონაწილეობას განიხილავდა და ძალიან საინტერესო სესია არის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ BTU-ში დავიწყოთ მასშტაბური პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებულ health tech ინიციატივებში ქალთა ჩართულობას გააძლიერებს და ამ მიმართულებით არა მხოლოდ საერთაშორისო ფონდებს, არამედ გაეროს სხვადასხვა სააგენტოსთანაც ვიმუშავებთ. აგრეთვე მონაწილეობა მივიღე MasterCard-ის მიერ გამართულ სესიაში, სადაც მეწარმე ქალთა გაძლიერებაზე იყო საუბარი და MasterCard-თან პარტნიორობით აგრეთვე ვაპირებთ მასშტაბური ინიციატივების განხორციელებას, სადაც ქალებს ჩვენს ქვეყანაში ექნებათ უფრო მარტივი წვდომა ფინანსებთან იმისთვის, რომ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, ექნებათ წვდომა გაფართოებულ ფინანსურ ტექნოლოგიებთან და რაც თავარია ცოდნას. ეხლა ისეთ ორი თემა შეეხეთ განსაკუთრებით ეს MasterCard-ის ნაწილს, რომ არ შემიძლია არ კითხოთ, როდის უნდა ველოდოთ უკვე რეალურად კონკრეტულად პროექტის დაწყებას და კონკრეტულ დეტალებზე როდის შეგვეძლება საუბარი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეს განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება.
ყველა პროექტი, რომლის შესახებაც შეთანხმებას მივაღწია დავოსში, დაიწყება 2026 წელს, ზოგადად BTU-ში წელსვე დაიწყება, BTU-ში ძალიან სწრაფი ტემპი გვაქვს ყველა ინიციატივის განხორციელებაში, ეს ტემპი არათუ დავარდება, არამედ გაიზრდება, წელს ჩვენი უნივერსიტეტი 10 წლის ხდება და საიუბილეო წელი არის და გვინდა რომ ძალიან მასშტაბური ინიციატივით ავღნიშნოთ ეს წელიწადი და ზუსტად ასეთი შეთანხმებებით და ასეთი პროექტებით ჩვენ ათასობით თუ არა 10,000-ობით მონაწილეს და ბენეფიციარს მივცემთ შესაძლებლობას სრული დაფინანსებით ისარგებლონ ამ პროგრამებით და გაიუმჯობესონ თავის ცხოვრება და გაუმჯობესონ ქვეყნის ეკონომიკა. ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის მიღმა ხო რეალობიდან ხომ არ გამოხვედით უკვე და ფაქტობრივად რაღაც ახალ რეალობაში გადახვედით, როდესაც ახლა ამბობთ რომ 10,000-ობით ადამიანს ქალს განსაკუთრებით მისცემთ საშუალებას რომ რაღაც სხვა დაიწყონ რეალობაში. ამ გადმოსახედიდან 10 წლის წინ როდესაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქმიანობას იწყებდა, დღევანდელი გადმოსახედიდან თვითონ საქართველოში გაიზარდა ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი? თუ მე მკითხავთ, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ გაიზარდა იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ თქვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობაც მეტყოლებს წლიდან წლამდე ამაზე. თუმცა მთლიანობაში მასშტაბი რო შევაფასოთ, როგორია დღეს საქართველოში ტექნოლოგიების ადმინისტრირება? ძალიან მომწონს ეს კომენტარი, რომ ერთი უნივერსიტეტის ფარგლებს შეიძლება ცდება ამ ინიციატივების მასშტაბი და როდესაც ფუძნდებოდა BTU, იდეა სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის უნდა ვიმუშაოთ, არამედ უფრო ფართო თანა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის უნდა ვიმუშაოთ და შევქმნათ ის სიკეთე და შესაძლებლობები, რომლითაც სარგებლობს უკვე 10,000-ზე გაცილებით მეტმა ადამიანმა ისარგებლა, მაგალითად ქალების ტექნოლოგიებში გაძლიერების პროექტებში, რომელშიც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და სხვა ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ, დაახლოებით 15,000 ბენეფიციარი უკვე ყავს. თუმცა მასშტაბი უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა მზარდი არის ის რეალობა, რაც იყო 2016 წელს, 2026 წელს აღარ არის. ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში გაიზარდა. საქართველოში ქალთა ჩართულობა დაბალია. ვერ ვიტყვი რომ ყველაზე დაბალია მსოფლიოში, არის ძალიან ბევრი ქვეყანა, ვისაც ამ პარამეტრით ჩვენ ვუსწრებთ, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი, მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია. საშუალოდ ეს არის 20%, გააჩნია კონკრეტულად სპეციფიკურად ტექნოლოგიების რა სფეროს გულისხმობთ, მაგრამ უხეში რიცხვი რო ვთქვა, ეს არის 20%, ძალიან დაბალია. ეს უნდა გაიზარდოს აუცილებლად, მინიმუმ გაორმაგდეს უახლოეს პერიოდში, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიტყვი, უშუალოდ იმ ადამიანების გარდა, ვინც ისარგებლებს ამ შესაძლებლობებით, ჩვენ ამას ვიგრძნობთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეკონომიკაში ვიგრძნობთ ამას და იმ პარამეტრების გაუმჯობესებაში, რომელსაც ემსახურება აღნიშნული ინიციატივები. როგორც BTU-ს, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, ვისი მოწონებას ჩვენ დავიმსახურებთ. ჩვენ რომ ერთ ტალღაზე არ ვიყოთ და ერთი ხედვა არ ვქონდეს, არც არავინ დაინტერესდებოდა ჩვენთან თანამშრომლობით. ეს ინტერესი გამოითქვა იმიტომ, რომ ჩვენ სწორი ხედვა გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ და რა თქმა უნდა ამ სიახლეებზე კვლავაც გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორი პირდაპირ ეთერში ნინო ენუქიძე საუბრობდა.